რავი, არ ამიშოს თქვენ როგორ ხართ მოკითხო ოჯახში. ხო, დღესაც tier list-ის ჯერია. დღეს ვკადრულობთ შუა ქალაქის ბარმენების, ასე ვთქვათ, რეიტინგის მიხედვით დაჯგუფებას. ძალიან ორიგინალური ორბიცი. სანამ გადავიდოდე მთავარ ნაწილზე, ვიდეოს აღწერაში არის ჩემთვის და ობიექტურად მნიშვნელოვანი ანგარიშები იმისთვის, რომ ვისაც მართლა სჭირდება დახმარება იმ ხალხს დავხარჯოთ რესურსები, ყურადღებაც და რაღაცა ყურადღება არ იყოს გამახვილებული და ნერვები დაგლეჯილი ისეთ ხალხს, რომლებიც უბრალოდ არ იცვლებიან და პირიქით უფრო სარგებლობენ იმით, რომ ხალხის ნერვებზე თამაშობენ, ასე ვთქვათ და სპეციალურად აგინებინებენ თავს და აღანძღინებენ თავს იმისთვის, რომ მერე ადგენენ და ეს ინება ფულად აქციონ. იმედია მიხვდით, რასაც გულისხმობ, ყველა ანგარიში, რომელიც სანდოა მაქვს მითითებული აღწერაში. რაც შეეხება ბარმენებს, 4 თიერია და პირველი, ესე ვთქვათ, სპოილერი არის თავისი პირველი თიერი, იმიტომ რომ პეტო მოთავსდება თავის კუთვნილ თიერში. სალომეზე მეტადაც კი მიყვარს პატა და იმსახურებს აკყოფნას მოკლედ. სალომეს და პეტოს შორის რომელი ბარმენებიც არიან, თითქოს რაღაცა არაფრით არ გამოირჩევიან, ისე ვთქვათ, საინტერესო და გამორჩეული ტიპაჟები არ არიან. ხო და ამიტომ სალომე რო ბარიდან მიდის და სანამ პეტო მოვა, ერთი სული მაქვს ხოლმე პატა როდის გამოჩნდება სერიებში, იმიტომ რომ ესე მგონია რაღაც მომენტში სანდროც კი ჩაანაცვლა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ხო სანდრო რაღაც ძალიან შეუმჩნევლად გააპარეს რაღაც ესე მერვე სეზონიდან დაახლოებით. რაც შეეხება თიერს ჭკ, როგორც თამარი ამბობს ხოლმე, მოდი სალომე ნოსტალგიური და თითქმის მუდმივი ბარმენი მოვათავსოთ აქ. ხო, სალომეს ძალიან კარგი მიმართულება უპოვეს, იმიტომ რომ სანდროზე შეყვარებული როა მაგეთი უფრო ჩანს რანაირი ტიპია, ვიდრე სანდრო რომ არ შეყვარებოდა და თავისთვის ყოფილიყო, ასე ვთქვათ რა. ხო, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ის კოსტიუმებიც, რაც სალომეს აცვია ხოლმე სერიებში, ძალიან კარგად შერჩეული გარდერობი აქვს, ასე ვთქვათ და ბევრი ფერები მომწონს ხოლმე ძალიან. ეს ერთის გარდა დანარჩენები უსახელო ბარმენები არიან. ეს გოგო გამოტყვრა პირველ სეზონში, სანამ საერთოდ სალომე იქნებოდა, ეს იმსახურებს აკყოფნას. დიდად არაფერი რეპლიკები არ ქონდა და ეწოდოს ამას ბარმენი 1. ხან ქეთაო, ხან ნინო, ხან ნოშრევანო, არ ვიცი, ვერ გავიგე ამ ბარმენ 1 და ბარმენ 2-ს რა ქვია სიამდვილეში. ბარმენი 2-ის დრო რომ მოვიდა და ამ ბარმენს ხან ქეთას ეძახიან, ხან ნინოს, ამიტომ ვერ გავიგეთ რა ქვია. სხვათა შორის არაუშავდა, ხო იცი, ამასაც. ნუ თვაც სალომეს დონეზე ვერაა, მაგრამ ამასაც კარგი ეგრეთ წოდებული one-linerები ქონდა და იყოს ჭკ თიერში პრინციპში ჩვენი რა მიდის. ბარმენი 1 წავიდა თიერში, შენ ვინახარ, იმიტომ რომ არ ვიცით ეს გოგო რას წამოუდგეს მაინც და მაინც და მარტო სივრცის შესავსებად არის, ასე ვთქვათ რა. და ბარმენ 2-ს რაც შეეხება ჭკს და შენ ვინახარს შორის ესეთი შუალედური არაფერი არ არის, ამიტომ იყოს იქ, იმიტომ რომ ეგ გოგო უფრო კარგად ასრულებს თავის ფუნქციას რა პირველ სეზონში. რაც შეეხება ბარმენ ნომერ 3-ს, აი ეს საერთოდ არ ვიცით ვინ არის. ეს მაშინ არის, როცა მაკა, ანუ ეკადემეტრაძე არის ახალი ბარმენი პატამდე და მაკა რო მეპატრონე გახდა, ეს ბარმენი ნომერი ეს უსახელო ბარმენი ნომერი 3 მაშინ იყო იქ. პრინციპში რას ვერჩი, მაგრამ არ ვიცით. ბოლო ბარმენს რაც შეეხება, ამას კი ქვია სახელი, მაგრამ რაღაცა ეკადემეტრაძე როგორც სახეობი მიყვარს, მაგრამ რაღაც არაფრით გამორჩეული არ იყო და ესეც დავსაჯოთ ბოლო თიერით. ჩემი მეგონი სხვისი ყოფილხარ, როგორც თამარი ამბობს ხოლმე. შეგიძლიათ დააკვირდეთ საბოლოო სამეფო მართლაც ორიგინალურ არაჩვეულებრივ მარტო მარიამი რომ მოიფიქრებდა ეგეთ თიერს.
დღეისთვის სულ ეს იყო რაც ვიკადრე და როგორც გითხარით აღწერაში ანგარიშები ნახეთ იმისთვის რომ რესურსები და ნერვები და ყურადღება სწორი რაღაცებისკენ მივმართოთ და ვინც მართლა დასახმარებელი იმას დავეხმაროთ და როგორც გახსოვთ ჩემი ფრაზები ყოღო იყო ვერ მოკალი ჩემი ფრაზები არ გაიმეოროთ ინდივიდუალიზმი მეკარგება კარგად